Mən professional döyüşlərimin çoxusu axırıncı döyüş olub, qlobal döyüş olub. Bu bizim üçün normal bir şeydir. Sonra mən sizə yaxşı döyüş göstərəcəm. Özüm üçün çox maraqlı olacaq. Rəqib üçün unudulmaz bir məğlubiyyət olacaq. Unudulmaz bir məğlubiyyət. Marცხნივ ნიჰად გულიევ არის 22 წლის, იწონის 70 კილოგრამს, ნიჰადის სიმაღლე 180 სანტიმეტრი და მას პროფესიონალურ შერეულ ორთაბრძოლებში აქვს უკვე ბრხელმარჯვნივ გოგა ქისტაური. გოგა არის 25 წლის, იწონის 70 კილოგრამს. გოგას სიმაღლეა 181 სანტიმეტრი, ხოლო გოგას რეკორდი პროფესიონალურ This is my command, don't break the rules, take your hands. Record. იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა და ვნახოთ, თავიდანვე გამოჩნდება ამ ბრძოლების გეგმა თუ რა იქნება ამ ბრძოლაში გამარჯვების მოსაპოვებლად. იმიტომ რომ ორივეს პარტნიორს და სტენ გომავენ. აი ეს სტარტმა ძალიან ძლიერი იყო, გოგა ფეინტებს კარგად იყენებს, რასაც რეაგირებს და აი გამოჩნდა რომ ნიჰადის ჭიდაობა არის ერთ-ერთი მთავარი ძალა. ნახოთ, რას უპასუხებს გოგა ქისტაური მის ჭიდაობას. იმიტომ რომ გოგა ქისტაურის ჭიდაობაც საკმაოდ კარგია და ვერ ჩავთვლით რომ ამ ასპექტში შეიძლება რომელიმე მებრძოლმა დიდი უპირატესობა მოიპოვოს. უგრეს პოზიციაში უნდა მისვლა გოგას, საიდანაც წამოდგომა შეძლებს, მაგრამ რა თქმა უნდა გულიევი არასდროს ამას. გულიევი უპირატეს პოზიციაში არის, ახერხებს დაკნავს გატარებას. ეს ყველაფერი ხდება ქისტაურის კუთხესთან, აქედან გამომდინარე ქისტაური იღებს მიკითხებს ეს კუთხისგან ახლოდან და შეეცდება რომ ამ პოზიციიდან გამოძრომა შეძლოს. აი გარჩი ცდილობდა გამოსვლას, თუმცა ნიჰადმა შეძლო ადაპტირება და იგივე პოზიციაში გამოვიდა. აი გოგა ნიჰადის მეორე ფეხის დაფიქსირებას ცდილობს და აი აქ ეს დარტყმები უკვე მაღალი ინტენსივობის გადის და საჭირო არის რომ ქისტაურმა ეს დარტყმები არ გაატაროს და თავი დაიწყოს. ეხლა საბმიშენის დიდი რისკი არის. ხრის სამკუთხედის შეკვრას ცდილობს და ძალიან ახლოს არის სხვადასხვა. თუმცა პოზიციის გაუმჯობესება დაჭირდება ნიჰადს იმისთვის რომ ეს საბმიშენი დაასრულოს. აი ეს არის საბჭოდება და ძალიან მაღალ არის შეწყული და სავარაუდოდ დასრულდება და დასრულდა. მალე მორჩა ბრძოლა, მაგრამ ისე არა როგორც ჩვენ ვეღოთ და გვინდოდა. ხო, აშკარა არის რომ ქისტაურმა ნიჰად გულოცოთ ნიჰადულიევს ეს გამარჯვება საინტერესო მებრძოლი დაემატა ჩვენ 70 კილოგრამ კატეგორიას. დამარცხებულიც დარჩა.